ვეიპინგში გვაქვს ძირითადად სამი სახეობის ატომაიზერი. ესენია RDA, RTA და RDTA. RDA მოწყობილობაში მოთავსებული ბამბა, რომელიც არის სპირალში, ჩვენ უნდა დავასველოთ, ხო, რამენაირად. შესაბამისად, თუ კი ბაკი არ აქვს, ჩვენ ზევიდან უნდა ჩავაწვეთოთ ყოველ ჯერზე სითხე. ანუ სითხეს რო ჩავაწვეთებთ, ბამბა დასრელდება და შემდეგ სპირალი გაცხელებისას მოგცემს ორთქლს. მაგრამ თავარია ბევრი არ ჩავაწვეთოთ სითხე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სითხე გამოჟონავს ატომაიზერიდან. RTA მოწყობილობაში ბამბა, რომელიც დევს სპირალში, მოთავსებულია ბაკის რეზერვუარის ქვედა ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ჩავასხათ სითხე ბაკში და უკვე ბაკიდან თვითონ მიეწოდება ბამბას სითხე იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. რაც შეეხება RDTA ატომაიზერს, აქ რეზერვუარი, სადაც ჩვენ ვასხავთ სითხეს, მოთავსებულია ბამბის ქვედა ნაწილში, შესაბამისად, ბამბა ზევიდან იღებს სითხის იმ რაოდენობას, რამდენიც მას სჭირდება და შემდეგ უკვე სპირალი აცხელებს ამ სითხეს და გვაძლევს შესაბამის ორთქლს. სამივე მოწყობილობა შესაძლებელია იყოს როგორც MTL ნაპასით, ისე DTL ნაპასით, ანუ თავისუფალი ნაპასით. გააჩნია ჩვენ როგორ ატომაიზერს ამოვირჩევთ. RTA მოწყობილობა შესაძლებელი ასევე იყოს ქარხნული ქოილებით. ანუ სპირალისა და ბამბის ნაცვლად შიგნით უდევს ქარხნული ქოილი. რა თქმა უნდა, მსგავს ატომაიზერს ნაკლებად აქვს უნარი გადმოსცეს სითხის გემო, მაგრამ დამწყები ვეიპერისთვის ეს არის იმის საშუალება, რომ გასინჯოს საერთოდ რა არის ვეიპინგი, ხოლო შემდეგ უკვე მოკლე პერიოდში გადადის ჩვეულებრივ ტრადიციულ ატომაიზერებზე.